მიწისძვრა რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები ისევონის რაიონში დილის 6 საათსა და 43 წუთზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 5 ბალამდე მერყეობდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით ეპიცენტრი 2-დან 18 კილომეტრში მდებარეობს. წინასწარი ცნობით სტიქიას მსხვერპლიდან გრევა არ მოჰყოლია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ადგილი, სადაც მიწისძვრა მოხდა, სეისმურად აქტიურია, რის გამოც განმეორებითი ბიძგები არ გამოირიცხება. ეპიცენტრია დაახლოებით რაც იყო 8 სექტემბრის 2009 წლის 8 სექტემბრის მიწისძვრის დროს, გახსოვთ ალბათ აი ამ სექტემბერში, იგივე ეპიცენტრია მაგნიტუდით არის 4 და 2. მიწისძვრა არ არის ძალიან ძლიერი, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარია იმისთვის, რომ მოსახლეობა შეეგრძნო. დილას დაახლოებით 7 საათისთვის ონის მუნიციპალიტეტში მოხდა დაახლოებით 5 ბალიანი მიწისძვრა. ამ წუთას რაც ინფორმაცია გვაქვს, არანაირი სერიოზული გრევას ადგილი და მსხვერპლს ადგილი არ აქვს რაიონის ტერიტორიაზე.